ღმერთის განცდა შესაძლებელია, როგორც ცოცხალი არსებისა, რომელიც შენთან ახლოს მყოფობს, შენს გვერდზე დაიარება. მაშასადამე მონასტერი არის ეკლესიის განსახიერება. ეკლესიის სისავსეა. ის არის კრება ეკლესიისა. აქედან გამომდინარე უხუცესი იღუმენი განასახიერებს ღმერთს და არის როგორც ქრისტე. დანარჩენი ბერები კი წმინდანთა დასის ხატნი არიან. მიცვალებულებისას და ცოცხლებისაც. მონასტერი გახლავთ საიდუმლოება, უხუცესი კი არის ხილული ნაწილი ამ საიდუმლოსი. ის არის ის, ვინც მალავს უხილავ ფაქტორს, ღმერთს და ყველაფერ უხილავს, რაც ეკლესიაშია, მაგრამ გონებით შესაცნობია. უხუცესის ცხოვრება არის საიდუმლოებრივი და დიდებული. ეს ნიშნავს, რომ ის არის ადამიანთა წინამძღოლი. ის არის არქიტექტორი, რომელსაც ისინი შეჰყავს ეკლესიის სიცოცხლეში, შეჰყავს ქრისტეში. წინამძღვარს არ აქვს როგორც ერთადერთი მოვალეობა, რომ განაგოს საკვები, ყოველდღიური საზრუნავები საძმოსთვის და სხვა მატერიალური საზრუნავები. არამედ უპირველესად და უმთავრესად ის არის ის, ვისაც სულები საიდუმლოების შუაგულში შეჰყავს ღმერთთან სრულყოფილი მისტიკური ერთობის მისაღწევად. უნდა გავაცნობიეროთ, რომ მონასტერი ერთგვარი სახელმწიფოა, ის საზოგადოებაა. სამოთხის მკვიდრთა ერთობაა, ცათა სასუფეველის ერთობაა, ყველა წმინდანის ერთობაა. თითოეულ მონაზონს ქრისტეს სიცოცხლე სრულად ეკუთვნის, ხოლო თითოეულ მონაზნის სიცოცხლეზე სრულად უფლობს ქრისტე. ნელ-ნელა იგი ხელს ჩაკიდებს მონაზონს საღვთო მადლს უბოძებს, რადგან სწორედ საღვთო მადლი აღასრულებს ყველაფერს სულიერ ცხოვრებაში. ამას აკეთებს იმისთვის, რომ მონაზვნებისთვის ქრისტე არ იყოს მხოლოდ ის, ვისაც ასიურად ელის, არამედ ის, ვისი მოხმობაც შეუძლია. მონაზონმა უნდა ისწავლოს ქრისტეს მოხმობა, როგორც მასწავლებლისა და მეუფის. უნდა გაიცნოს და იხილოს დაუმეგობრდეს მას მოციქულების მსგავსად. საბოლოოდ ბერის ყოველდღიური ღვაწლი და მონასტერზე გადმოფარებულ წმინდა სამების კალთა მას იმ სხვა მდგომარეობას შეაცნობინებს. განცდა ცოცხალი ღმერთისა, რომელიც შენთან ერთად არსებობს, შენთან ერთად დადის, რომელსაც მონაზვნებთან ერთად სძინავს, მათთან ერთად იღვიძებს, დაიარება, ანუ განცდა ღმერთისა და ადამიანის სრული ერთობისა. აქედან გამომდინარე, სულიერი მოძღვარი არის ის, ვინც ხელს კიდევს, წარადგენს თავის მოწაფეს ღვთის წინაშე. ის არის ის, ვისაც ქრისტე ჩამოჰყავს და ორ მხარეს, სამოთხისეულსა და მიწიერს აერთიანებს და ამ ყველაფერს ჭეშმარიტ ხელოვნებად აქცევს. ეს არის სულიერი მოძღვრის ნამდვილი ფუნქცია. ამგვარად განიცდიან მონაზვნები თავიანთ მოძღვარს. ეს არის მიზეზი და დისციპლინისა და მორჩილებისა, რომელსაც თქვენ ხედავთ მონასტერში. ეს არის სიყვარული, თავდადება, ნდობა, რომელიც არა ადამიანს, არამედ ქრისტეს მიემართება. ყველა მონაზონს აქვს ერთმანეთში მსგავსი ზებუნებრივი რეალობის განცდა. წინამძღვარი მხოლოდ მონასტრის დღევანდელი სახე არ არის. იგი მართლმადიდებლური ტრადიციის დინებას მიჰყვება. სულიწმინდის წყაროდან მოედინება. მიუხედავად იმისა, რომ ის ადამიანია, მოკვდაობის ცნება მონასტერში არ არსებობს. ის სიცოცხლეს მთელი სისავსით განიცდის. მასზე ღმერთმა აიღო პასუხისგებლობა. მან შეიერთა
ამიტომ იგი სამყაროს ჩვეულებრივ არ განიცდის, არამედ როდესაც მიწაზე დაიარება, გრძნობს, რომ თითქოს თავი სამოთხეში აქვს, რომ სამოთხეში ცხოვრობს, რომ ღმერთთან არის.